მოგესალმებით მეგობრებო. დღეს უნდა ჩავწეროთ ჩვენი ლილა დოლის თოჯინა. პატარა ესეთი თოჯინა 18 სანტიმეტრიანი. აი ასე თავიც მოძრავებს, ხელებით თქვენ თუ გინდათ მართულები შეგიძლიათ ჩაუყენოთ. ესეთი კიკინებიანი პატარა გოგო ყავს. იასამისფერი კაბით მოგხსოვე ამჟამად, ძალიან დიდი შეკვეთა მაქვს 30 წელი უნდა მოგხსოვე ესეთი სხვადასხვა ფერებით. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერთ YouTube-ის არხი, მოიწონეთ. ასევე შეგიძლიათ Facebook-ზე ნახოთ ჩემი ნამუშევრები, Nino Handmade-ზე, Instagram-ზე niniko1003. ერთად მოგხსოვოთ, თქვენ თუ მოგწონთ რამე თოჯინა და ვერ გსოვთ, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ სურათი, დაგეხმარებით ყველანაირად. დავიწყოთ ახლა ჩვენ თოჯინის მოხსოვა. ვიღებთ კანისფერ ძაბს, ჩემი ფერი, აი ესეთი რაღაცნაირი კრემის ფერია, არც ვარდის ფერია, არც ღია კანის ფერია. ესეთი ფერია, ნომრები ალიზეს ძაფია, ნომერი ნამდვილად არ მახსოვს, ძველი ნაყიდია. დავიწყოთ მაგიკურ რკალის მოხსოვით. ესე გავაკეთოთ. მე ესე ვაკეთებ, შემოვიხვიოთ ძაფითითზე. აი ასე, დავიჭიროთ. შევუყაროთ ამ რკალში ყაის ნახი, ორი ნომერი ყაის ნახით უნდა მოგხსოვოთ, მეგობრებო, ერთი და 9 უნდა მოგხსოვოთ. და ამოვიყვანოთ თვალი და ჩავამაგროთ, ზუსტი თუ გაცრავად. ამოვიყვანოთ თვალი და ჩავამაგროთ. ეს თვალი არ ითვლება. ეხლა ამ რკალში 6 თვალი უნდა ამოვიყვანოთ, როგორც ყოველთვის ჯვაროსნული ნახსოვით ვქსოვ მე. შევუყრით და ასე უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6. აი ასე. ეხლა ეს ძაფი გამოუჭიროთ კარგად. მოუჭიროთ წრიარ დაგვრჩეს შიგნით. და გადავიდეთ მეორე რიგზე. პირველივე თვალში ჩაუყაროთ, აი ასე. ჩავაყუროთ და ერთი თვალი ამოვიღოთ. ახლა ამავე რკალში მეორე თვალიც ამოვიყვანოთ. ამავე თვალში უკაცრავად. სულ 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ, 6 ნამატი უნდა გავაკეთოთ. ყველა თვალში 2-2 თვალი უნდა მოგხსოვოთ, სულ უნდა გამოგვივიდეს 12 თვალი. 4 5 6 7 8 9 10. მეგობრებო, მე უკვე შეჩვეული ვარ და არ მჭირდება, მაგრამ ყველა ჩაამაგრეთ მარკერი, რომ რიგები არ აგერიოთ. ძაფი ჩავამაგრეთ, თავისივე ძაფით ვამაგრებ ხოლმე, რომ რიგი არ აგერიოთ. მოვჩით მეორე რიგი, გამოგვივიდა სულ 12 თვალი. გადავდივართ მესამე რიგზე. მესამე რიგზე, მეგობრებო, 1 თვალი უნდა მოგხსოვოთ. პირველ თვალში 1 თვალს ვხსოვთ, მეორე თვალში ნამატი. ეს პროცედურა უნდა გავიმეოროთ 6 ჯერ. ანუ 1 თვალი მოგხსოვოთ, ხოლო მეორე თვალში ნამატი. გავიმეოროთ 6 ჯერ და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, 1 რიგი და მესამე რიგი 1 თვალი და ნამატი, სულ მთლიანობაში 18 თვალი გამოგვივიდა. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე მეგობრებო, კიდე მინდა რა აგიხსენოთ, მე საერთოდ ახალი გამოსული თოჯინები, ჯვაროსნული მე დავარქვი, იმიტომ რომ კრესტიკებს გავს თარგმანში ქართულად როგორ არის ნამდვილად არ ვიცი.
მე ქსოვის ამბანი თურქეთში თურქულ ენაზე ვისწავლე და ქართულად როგორ არის მეტწილიის ნამდვილად არ ვიცი რა რას ნიშნავს. ჯვაროსნულად ქსოვ. თუ და პატარა ნამუშევარი გამოდის უფრო, მაგრამ ძალიან ლამაზი გამოდის შეხედეთ, ნასხვრეტის საერთოდ არ აქვს, მეორენაირად ნახსოვს, და ბუდიშა დირკები უჩნდებათ ხოლმე რომ ტენი და ტენი იწელება, მით უმეტეს ალიზეს კოტონი თუ და რბილი ძაფია და ძალიან მალე იწელება ბამბის ჩატენის დროს. შემდეგ განახებთ ახლა როგორ გხსოვთ, გადავიდეთ მეოთხე რიგზე ორი თვალი და ნამატი უნდა მოგხსოვოთ. აი ესე მეგობრებო, შევუყაროთ თვალში ძაფი. ესე კი არ გამოგხსოვოთ. პირდაპირ შიგნით შემოვიტანოთ. 1 და 2. ნამატი მესამე თვალში. აი ასე. 2 თვალი და ნამატი. გავიმეოროთ ესეც 6 ჯერ და რიგის ბოლოს შევხვდეთ. 1 და 9 ვხსოვ მე ამ თოჯინას, ასაცმელები 2 და 20 უნდა იყოს. შეგიძლიათ 2 ნომრითაც მოგხსოვოთ. გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე მეგობრებო, 3 თვალი და ნამატი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 და ნამატი. ანუ ერთ თვალში 2 თვალი. ეს პროცედურაც მეგობრებო 6 ჯერ გავიმეოროთ. 3 თვალი და 1 ნამატი. 2 3 და ნამატი. გავიმეოროთ 6 ჯერ და გავაგრძელოთ. მეგობრებო, 3 თვალი და ნამატი, სულ დაგვრჩა 30 თვალი. გადავდივართ მე-6 რიგზე. მე-6 რიგზე ახლა 2 თვალი უნდა მოვხსოვოთ. უნდა აურიოთ ისინი, რომ კუთხური არ გამოგვივიდეს თავი და მგვალი გამოვიდეს. 2 თვალი მოვხსოვოთ, 1 თვალი ნამატი. 2 თვალი და 1 ნამატი მოვხსოვოთ. ეხლა 4 თვალი. 1 2 3 4 და 5. ვაცრავთ 4 თვალი მოვხსოვოთ მე-5 თვალში ნამატი. 4 თვალი და ნამატი უნდა გავიმეოროთ 5 ჯერ. გავიმეოროთ 4 თვალი და ნამატი 5 ჯერ და გავაგრძელოთ შემდეგ. მოვხსოვოთ 4 თვალი და ნამატი, ბოლოში დაგვრჩა 2 თვალი. ეს 2 თვალიც მოვხსოვოთ. სულ გამოგვივიდა 36 თვალი. მარკერის ჩამაგრება არ დაგავიწყდეთ ხოლმე მეგობრებო. ეხლა 5 თვალი და ნამატი. 5 თვალი და ნამატი 1 2 3 4 და 5. 5 თვალი და ნამატი გავიმეოროთ 6 ჯერ და შევხვდეთ ბოლოში. მოგხსოვთ მეგობრებო 5 თვალი და ნამატი, სულ გამოგვივიდა 42 თვალი. ეხლა 3 თვალი უნდა მოგხსოვოთ, გადავედით მერვე რიგზე. მერვე რიგზე 3 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 და 3. 3 თვალი მოგხსოვოთ და ნამატი. 6 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6.
6 თვალი მოგხსოვოთ და 1 ნამატი. 6 თვალი და 1 ნამატი 5-ჯერ გავიმეოროთ. 5-ჯერ გავიმეოროთ და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაკეთეთ 5-ჯერ 6 თვალი და ნამატი. ბოლოში დაგვრჩა 3 თვალი. ეს 3 თვალიც მოგხსოვოთ 1, 2 და 3. ეს 3 თვალიც მოგხსოვოთ. სულ გამოგვივიდა 48 თვალი. გადავიდეთ მე-9 რიგზე. მე-9 რიგზე 7 თვალი და ნამატი უნდა მოგხსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. 7 თვალი და 1 ნამატი. ანუ ერთ თვალში 2 თვალი. გავიმეოროთ 6-ჯერ 7 თვალი და ნამატი და გავაგრძელოთ შემდეგ. მოგხსოვეთ მე-9 რიგი 7 თვალი და ნამატი. სულ დაგვრჩა 54 თვალი და გადავიდეთ მე-10 რიგზე. მე-10 რიგზე 4 თვალი მოგხსოვოთ. 1, 2, 2, 3, 4 და ნამატი. 4 თვალი და ნამატი მოგხსოვოთ. ეხლა 8 თვალი და ნამატი მოგხსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. 8 თვალი და ნამატი მოგხსოვოთ. 8 თვალი და ნამატი მოგხსოვოთ 5-ჯერ. მოგხსოვოთ 5-ჯერ და გავაგრძელოთ შემდეგ. მოგხსოვეთ მეგობრებო 5-ჯერ 8 თვალი და 1 ნამატი. ბოლოში დაგვრჩა 4 თვალი. 1, 2, 3 და 4. ჩავამთავრეთ მე-10 რიგი, ბოლოში დაგვრჩა სულ 60 თვალი. ეხლა მეგობრებო მე-11 და მე-19 რიგამდე 9 რიგი, მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 60 თვალი 9 რიგი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 9 რიგი და გავაგრძელოთ 60 თვალი მეტობისა და ნაკლებობის გარეშე. მეგობრებო გავაგრძელოთ ჩვენი ლილა თოჯინის თავის მოგხსოვა. ეხლა ვართ მე-20 რიგზე. მე-20 რიგზე 25 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1, 2, მოგხსოვოთ 25 თვალი დამოუკიდებლად და შემდეგ გავაგრძელოთ 3, 4. მოგხსოვეთ 25 თვალი. ეხლა 1 თვალი მოგხსოვოთ ესე. ერთ თვალს გადავახტეთ და მეორე თვალში ჩაუყაროთ. 1 თვალი გვაქვს უკვე. ეს თვალად ითვლება ეს. ეხლა შუაში ცხვირის ადგილს ვგსოვთ 8 თვალი მოგხსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. 8 თვალი მოგხსოვეთ. ერთ თვალს ვგსოვთ ჰაეროვან თვალს, ისევ ერთ თვალს ვახტებით და მეორე თვალში უყრით. აი ასე. ეს უკვე ერთთვლად ითვლება. და მოგხსოვოთ ისე 25 თვალი. ჩავიდეთ ბოლომდე 25 თვალი, სულ უნდა გქონდეს 58 თვალი დარჩენილი. 25 თვალი მოგხსოვოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. გადავდივართ 21 რიგზე. 21 რიგზე მატებისა და კლების გარეშე 60 თვალი უნდა მოგხსოვოთ. სადაც ნაშრეტები გავაკეთეთ, მოგხსოვოთ 25 თვალი ისევ და განახებთ
მატების და ნაკლებობის გარეშე 60 თვალი უნდა მოგხსოვოთ. მოვედით ნასწორებთან, სადაც ერთ თვალს გადავახდით, აი მეგობრებო, კარგად ჩანს. ამ ნასწორებში ეგრევე შევუყაროთ. ამ ნასწორებში თვალი უნდა გავაკეთოთ მერე, მეგობრებო, თვლები უნდა ჩავაყენოთ. შიგვეგრევე ნასწორებში ამოგხსოვოთ და გავუყაროთ. ასევე ამ თვალშივე, ძირშივე თვალი გვაქვს, 8 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8 თვალი მოგხსოვთ, ისევ ნასწორეთი გვაქვს, ნასწორეთში ისევ ერთი თვალი ამოვიყვანოთ, აქვე წერშივე ერთი თვალი გვაქვს კიდევ, ერთი თვალიც ამოვხსოვოთ და ბოლომდე 25 თვალი მოგხსოვთ. მოგხსოვეთ 60 თვალი მეტობისა და ნაკლებობის გარეშე. ეხლა ვართ 22 რიგზე, 22-დან 25 რიგამდე 4 რიგი 60 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 4 რიგი 60 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. თოჯინის მოგხსოვა 4 რიგიც მოგხსოვეთ. ეხლა ვართ 25 რიგზე, 25 რიგი ჩავამთავრეთ 4 რიგით. ეხლა უნდა დავუყენოთ ჩვენ თოჯინას თვალები. მეგობრებო, ორიგინალში 9 მმ-იანი ასეთი ოვალური თვალებია დაყენებული ორიგინალ ნაკს თოჯინაში. მაგრამ კლიენტმა გვალთვალებიანი მოინდომა, ამიტომ 10 მმ-იან თვლებს დავუყენებთ. ეს გვალთვალებს ოვალური არ მოინდომა. მე მაგალითად ოვალური თვალებით უფრო ძალიან მომწონს, მაგრამ ძალიან ბევრს არ მოსწონს ოვალური თვალი. ამიტომ გვალი უნდა დავუყენო. გახსოვთ, რომ მე-20 რიგში ნასწორეტები გავაკეთეთ, იმ ნასწორეტებში ჩაუყაროთ ჩვენი თვლები. 1 მეორეც აქვე გვაქვს. 10 ნომერი შავი თვალი. თქვენ გემოვნებაზე შეგიძლიათ ფერადი თვალებით ჩაუყენოთ, მაგრამ 10 მმ-ზე დიდი არ უნდა იყოს, იმიტომ თოჯინა პატარა და ძალიან დაჭყეტილი თვალებით გამოგვივა. დავუყენოთ საკეტები. აი ასე საკეტები დავუყენოთ. აი ასე. და აუცილებლად ეს საკეტები თამაშის დროს შეიძლება ბავშვებს ხელში შეერჩეთ. კი, კარგაა ჩამაგრებული, მაგრამ ბავშვები აუცილებლად უნდა დავიცვათ, ამიტომ თავები უნდა მოუწვათ, მეგობრებო, აი ასე. ასე მოუწვათ თვალი. ასე მოუწვათ თვალი კარგად და სუშავი რაღაცებმა დაიწყეს ფრენა. ესე დავადოთ, რომ კიდაც აქედან რო იმაშურებით, მეგობრებო, ძაბს უყურით, წარბს ვაკეთებ წამწამს, ნევსის გაყრის დროს ზოგჯერ აგდებს ხოლმე და ასე რო ვაკეთებთ, არ იმაშურება. სუშავი გახდა ახალრობა. მეორეც გავაკეთოთ ასევე. აი ასე მოუწვათ თავი. ასე მოუწვათ თავი, მაგრამ ეს პატარა ვაჭრე უნდა. ასე. გონი გავიჭვარტლეს. და ესე დავაწვათ ზეიდან. აი ასე. ესე ძალიან არ გავიჭვარტლო. გავაგრძელოთ. ასე მეგობრებო, ჩავმაგრეთ თვალი. გადავდივართ 26 რიგზე. 26 რიგზე 15 ჯერ 2 თვალი და ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. ერთ ორს განახებთ. 1 2 თვალი მოგხსოვეთ.
ერთი თვალი, აი ესე წინათვლებიდან, ვინც არიცით, წინათვლებიდან ჩავაკლოთ. ეს პროცედურა 15 რიგის ბოლომდე უნდა გავაკეთოთ. ორ თვალს გვსოვთ, ერთ თვალს ვაკლებთ. აი ასე. ერთხელაც გავაკეთოთ. ორ თვალს გვსოვთ, ერთ თვალს ვაკლებთ. ასე გვსოვოთ რიგის ბოლომდე. სულ უნდა დაგვრჩეს 45 თვალი. მოგხსოვეთ მეგობრებო, 26 რიგი დაგვრჩა 45 თვალი. ეხლა 9 ჯერ 3 თვალიდან ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. 1 2 3 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 9 ჯერ უნდა გავიმეოროთ. 3 თვალი მოგხსოვოთ, 1 2 3 და 1 თვალი ჩავაკლოთ. მოგხსოვოთ ასე ბოლომდე 1 თვალი ჩავაკლოთ. ბოლომდე ასე მოგხსოვოთ, ბოლოში უნდა დაგვრჩეს სულ 36 თვალი. მეგობრებო, ძალიან დაპატარავდა უკვე ჩვენი თავი, ამიტომ უკვე სილიკონის ბამბა უნდა ჩავტენოთ უკვე. ჩავუშვათ ნელ-ნელა. ძალიან მჭიდრო უნდა იყოს. მით უმეტეს ლოყებთან, ამიტომ ეს სხვანაირი თავია ცოტა. დაინახავთ ბოლომდე რომ მოვხსოვთ. კარგად აი ესე გავაფსოთ. ცოტა ჩავტენოთ და გავაგრძელოთ ქსოვა და ნელ-ნელა დავუმატოთ. გავაგრძელოთ ქსოვა. ეხლა ვართ 22 რიგზე. 22 რიგზე 2 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს 4 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 4 თვალი მოვხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურა 4 თვალი მოვხსოვოთ და 1 თვალი ჩავაკლოთ, 5 ჯერ გავიმეოროთ. გავიმეოროთ 5 ჯერ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოვხსოვოთ 4 თვალი და ჩაკლება, ბოლოში დაგვრჩა 2 თვალი. ეს 2 თვალიც მოვხსოვოთ. 1 2 სულ დაგვრჩა 30 თვალი. გადავიდეთ 29 რიგზე. 29 რიგზე 3 თვალი და ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. 1 2 3 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურა 6 ჯერ გავიმეოროთ. 3 თვალი, 2 3 თვალი და 1 ჩაკლება, სულ 6 ჯერ გავიმეოროთ. გავაკეთოთ ბოლომდე და რა ხდება. ექვსჯერ გავიმეოროთ 3 თვალი და ჩაკლება, ბოლოში უნდა დაგვრჩეს 24 მოგხსოვეთ 3 თვალი და ჩაკლება, ბოლოში დაგვრჩა 24 თვალი. 30 რიგზე ვარ, 30 თვალზე 2 თვალი და ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. 1 2 2 თვალი მოგხსოვოთ,
ერთი თვალი ჩავაკლოთ. ორი თვალი მოვგზავნოთ, ერთი, ორი, ერთი თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურა, მეგობრებო, გავაგრძელოთ 6 ჯერ. 6 ჯერ გავაკეთოთ ორი თვალი და ჩაკლება, ბოლოში უნდა დაგვრჩეს 18 თვალი. ასე, მეგობრებო, კარგად ჩავტენეთ სილიკონის ბამბამ, მაკრატლით, ძელმა პინცეტით ეს გვერდებზე კარგად შევულაგეთ. შეხედეთ, ქვასავით არის ჩვენი თავი. რაც მჭიდროდ ჩატენით და გადაანაწილებთ კარგად, ნელ-ნელა პატარ-პატარებით ჩატენეთ, თითით გაასწორეთ. ძლის თავიდან მეც ძალიან მიჭირდა ხოლმე, ზოგჯერ ადგილებით ცარილა მრჩებოდა, მაგრამ შევეჩვიე უკვე. საჩქარო არაფერია, ნელ-ნელა ისწავლით ყველაფერს, ვინც ახალი დაწყებულები ხართ. ეხლა 31 რიგზე ვართ. 31 რიგზე ბლო უნდა მოგხსოვოთ. ბლო თვლები 18 ბლო თვალი უნდა მოგხსოვოთ. ბლო ნიშნავს უკანა თვალის უკანა მხარეებს. უკანა ფრთები უნდა მოგხსოვოთ. თვლის უკანა ფრთები 1 2 მესე თვალის უკანა მხარეები 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 12 13 14 15 16 17 18 ბლო მოგხსოვეთ. დავამთავრეთ ჩვენი თოჯინა. ეხლა ვართ 32 რიგზე. 32-დან 38 რიგამდე 7 რიგი 18 თვალი. მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 18 არანაირი ბლო, არანაირი ფლო, 18 თვალი 7 რიგი მოგხსოვოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, ეხლა თვალის ჭრილები, წარბები უნდა გავაკეთოთ. ამას ვაკეთებთ იგივე თმის ფერით. ყავისფერია ჩემი, ძალიან მუქიც არ არის, ნორმალური ყავისფერი არის. უკანა მხრიდან შევდივართ ნებსით, ესე ვაგებთ ჭხირზე, თავი ბორო გაუნასკოთ. ესე უკან შევდივართ. ასე შუაში უნდა გავყოთ. ორი თვალი უნდა იყოს დაშორებული. ორი თვალი უნდა იყოს დაშორებული შიგ-ძირში უყრით. აი ასე. და ერთი თვალით მაღლა. აი ასე გამოვდივართ.
სწორ ზოლზე ვაკეთებთ, ერთი თვალით მაღლა ავდივართ და ისევ აქ უყრით. ავდივართ 3 თვალის დაშორებით 1 2 ვაცრავად 1 2 3 თვალის დაშორებით აი ესე თვალის დასაწყისშივე 1 2 3 აი აქ უნდა გამოვიდეთ აი ასე ესე ჩხილით გავასწოროთ ეს და 2 1 2 ორი თვალი გადავთვალოთ და ერთი თვალი დაბლა ჩავიდეთ. ასევე ამ თვალის აყოლებაზე ამ ზოლის სისწორეზე გავუყაროთ ძაფი. შუაში უნდა დაგვრჩეს 2 4 6 თვალი. და მეორე წარბი გავაკეთოთ. 1 2 თვალი გადავთვალოთ, ერთი თვალი დაბლა ჩავდივართ. ახლა ამ თვალის სისწორეზე 2 თვალში უყრით. აი ასე. ორ თვალში უყრით. უყრით ძირში. თვალის ძირში უყრით და ერთი თვალით მაღლა ისევ აი აქ გამოვდივართ. ჩაუყაროთ და სადმე გამოვიდეთ. აი ასე. აი ასე. და მოვაჭრათ არ მომწონს. ეს წარბი რაღაც ვერ არის. მოდი ეს დავშალოთ ისე. რაღაც არ მომეწონა. 6 თვალი გვაქვს დაშორება. მოთოთ 1 2 3 4 5 6 თვალი ქონია დაშორება. აი ეს ყველას თავის ნაკსობის სხვადასხვანაირი აქვს. ეს გავჭრათ. უდაკეთა თვალი გავაკეთოთ ახლა. უკნიდან სწორ ზოლზე თვალის ნახევარზე 2 თვალის დაშორებით თვალიდან. აი ასე. აი ასე. უყრით ძაფს და ესევე ძირში უყრით. ამის ერთი თვალით აყოლებაზე შევდივართ. აი ასე. შუალედში ერთი თვალი უნდა ყოფდეს და ისევ ამ ადგილზე გამოვდივართ. ეხლა მეგობრებო, აქედან მithვლით 7 თვალს 1 2 3 4 5 6 7 და 7 თვლის მერვე თვალში უყრით. აი ასე. 2 თვალი გადავითვალოთ 1 2 და 1 თვალით დაბლა შევდივართ. აი ასე. ეხლა სწორი გამოგვიდა, ძალიან მოხრეცილი იყო. მოვჭრათ ეს ძაფები, 1 2-გან გავუყაროთ ესე. მოვჭრათ ეს ძაფები. ეს ძაფები შეგიძლიათ ეგრევე დატოვოთ, განასკოთ და დატოვოთ ეგრევე. არ დაიშლება არაფრის დიდებით. უკან პარიკი უნდა გაკეთდეს.
აი ასე. ეხლა გავაკეთოთ ცხვირი. ეხლა გავაკეთოთ ცხვირი. ცხვირი მეგობრებო, როგორც ხედავთ, თვალის დასასრულში შუაში ორ თვალზე ვაკეთებთ. ეხლა ჩვენი თვალი აქ მთავრდება. სულ შუაში გვაქვს ამჟამად 6 თვალი. აი ამ ორ თვალში უნდა გავაკეთოთ ცხვირი. დაბლიდან უყრით. გვერდებზე ორ-ორი თვალი უნდა დარჩეს. დაბლიდან უყრით. შევდივართ. აი ასე. და ორ თვალზე ვაკეთებთ. ისევ იმ პირველ დასაწყისში ამოვდივართ. ერთი სამჯერ გავაკეთოთ ასე. ძალიან არ გაუჭიროთ, რომ არ გავგიფუჭდეს ცხვირი. სახე არ მოეჭმოჭნოს უფრო სწორად. ერთი სამჯერ, 4ჯერ გავიმეოროთ. ამე უკვე სამჯერ გავაკეთე. და მეოთხეთიც გავაკეთოთ და დაბლა ჩამოვიდეთ ისე. და მოვჭრათ ძაფი. ესეც ის. ეხლა გავაკეთოთ ტუჩები. ტუჩები წითელი ძაფით მაქვს გაკეთებული. თვითონ ავტორს ამ კონტურების თმების ფერით აქვს გაკეთებული ტუჩები. ჩვენ წითელი გავაკეთოთ. თუ გინდა ვარდისფერი, თუ გინდა ღია ვარდისფერი, თქვენ რომელი ფერიც გინდათ. უკეთებთ ნასკს ჩვენ წითელ ძაფს, მეგობრებო. ცხვირიდან ორი თვალი უნდა გადმოვხსოვოთ და ცხვირის გარშემოწირებაზე ორ თვალზე უნდა გავაკეთოთ, მოდი სამ თვალზე გავაკეთოთ აქ ტუჩები. დაბლიდან შევდივართ ისევ. 1 2 ორ თვალზე გჯობია ისე. აი ესე. დაბლიდან უყრით. ორი რიგის დაბლა. აი ასე. ძაფს უყურეთ ესე თალხნად ვტოვებთ და ასე შეხედეთ ეხლა მეგობრებო. აი მე ორი თვალის მერე უყრი და შუაში ერთი თვალი დაბლა, შუაში აი ესე მაღლა გამოვდივარ. ძაფი უკან რჩება. აი ხა კარგად შეხედეთ ძაფი როგორ რჩება. აი ესე უკან რჩება. ისევ აი ნასხვრეთში შევდივართ. გამოვდივართ ყელიდან. ხელით გავასწოროთ მეგობრებო. და აი ესე ხელით გავასწოროთ. აი ესეთი პირი გამოგვივიდა პატარა და ლამაზი. მოვაჭრათ ძაფი. და ჩვენი თოჯინის სახე მზად არის. ახლა გავაკეთოთ ყურები. ყურები მოგხსოვოთ ეხლა. ავიღოთ ყაიზნახი. ცოტა დიდი ძაფი დავტოვოთ თავში, რომ კარგად ჩავამაგროთ ნევსით გვერდები. აი ასე. და ვაკეთებთ თვალს. მოდი გასწავლოთ. ყველა სხვადასხვანაირი მეთოდი აქვს, მე ასე ვაკეთებ. აი ესე დაბლიდან ამოუყრი ყაიზნახს, მოვატრიალებ, შიგნით ჩამოვატარებ და აი ამ ყუფში გამოვატარებ თვალს. ერთი თვალიც გავაკეთოთ და ეხლა გაცრავთ ერთი წუთით ერთი თვალი გავაკეთეთ, კიდევ ორი თვალი სულ სამი თვალი გავაკეთოთ. ავიღოთ ნამატი და ამ მესამე თვალში 5ჯერ მოკლე ტრაბზანი გავაკეთოთ. სამი თვალი გვაქვს, სამივე ერთად გამოვხსოვოთ. 5ჯერ გავაკეთოთ ნამატი 2
ნამატი 3 ნამატი 4 ნამატი და 5 ბოლო თვალში მეგობრებო თვალში ამოყვავს არანაირი ნამატი და ჯეჯეს ვაკეთებთ ვატარებთ იმავე თვალში ვაკეთებთ ყურბს ვამაგრებთ თვალს და ჭრით ცოტა გრძელი ძაფი მოვჭრათ რომ ნებსი გაუკეთდეს აი ესეთი ყური გამოგვევიდა ჩემო კარგებო მოგხსოვოთ ერთი ცალიც მოდი მეორეც ერთად მოგხსოვოთ გავაკეთოთ ერთი თვალი ერთი თვალი გავაკეთოთ და სამი თვალი ამოვხსოვოთ 2 3 ვაკეთებთ ნამატს და მესამე თვალში უყრით სამივე თვალი ერთად ნამატს ვაკეთებთ ისევე თვალში უყრით სამი თვალი გვაქვს სამი თვალი ერთად უკვე 2 ცალი გავაკეთეთ და მოკლე ტრაბზანი სულ 5 ცალი გავაკეთოთ 3 4 და 5 გავაკეთოთ ერთი თვალი ჩაუყაროთ ისევ ნასურეთში გამოგვაქვს თვალი წინა თვალი გამოვაცუროთ უკანა თვალში ერთი თვალიც გამოვხსოვოთ და მოჭრათ ძაფი აი ასე მოდი ახლა ყურებიც დავაკეროთ აი ესე გაუკეთე ნევსი ჩვენ ყურს წინა მხარე კარგი მხარე წინა მხარეს უნდა მოხდეს აი ასე 7 თვალი გადავითვალოთ 1 2 3 4 5 6 7 და მე-7 და მე-8 შორის ეხლა მაღლით მხარეს გვაქვს გაკეთებული ამიტომ 1 2 მესამე თვალი გადავიტანოთ და მესამედან აი მესამე დაბლა პირველში მესამე სამი შუალედში უნდა გავაკეთოთ ეს ყური აი შეხედეთ მე-7 და მე-8 შორის ასე ჩავაკეროთ აი ასე ეხლა მეგობრებო პირველ თვალში შევუყაროთ აი ასე და ისევე ამ ადგილას საიდანაც გამოვედით სადაც გინდათ გამოდით აი ასე შეხედეთ რა ლამაზი ყური გამოგვივიდა ერთი ორგან ჩაამაგრეთ ესე ჩავამაგროთ მოვჭრათ ეს ძაფი ეხლა მეორე ყურის ადგილი მეორე ყურშიც გავუკეთოთ ნევსი ყაცრავად და ყური გავასწოროთ ყური როგორ გავასწოროთ ეხლა ძაფი გამიფუჭა მეგობრებო ძალიან მოკლე გამომივიდა ეს მეორე ძაფი აი ესე უცბად განავთ მეორე თვალზე კარგ განახებთ შუაშია მოხვედრი როგორც ხედავთ აი ესე შუაშივე ჩაუყარეთ შუალედში და მაღლა გამოდით მეორე ყურზე უფრო კარგ განახ ესეთი ყური გამოგვივიდა ეხლა მეორე ყური გავაკეთოთ მეორე ყური მარცხენა ყური დაბლიდან უნდა გავუკეთოთ ნევსი ძაფი ნევსზე წინა მხარე უნდა იყოს ისევ წინა მხარეს კონტურიდან გადავითვალოთ 7 თვალი 1 2 3 4 5 6 7 მე-7 და მე-8 თვალის წარბის კონტურამდე 3 თვალი მაღლა ავიდეთ მეგობრებო აი ასე 3 თვალი მაღლა ავედით მოვატრიალოთ ეს ჩვენი ყური გავასწოროთ და პირველივე თვალში ჩაუყაროთ აი ასე ისევ ამავე ნასურეთში საიდანაც გამოვედით წარბის გასვლა ისევ მაგაში უყრით და უკან სადმე გამოვიდეთ სადაც გინდათ ნასკვი დავადოთ ჩვენ ყურს რო არ გამოიშალოს
აი ასე. აი ასე. და მოვჭრათ ძაფი. აი ასე. ეხლა მეორე ძაფი მივამაგროთ ესე. ეს მოვჭრათ. მეორე ძაფი ავიღეთ. აი ესე შუაში ახლა ხედავთ ძაფი. აქვე შუაში ჩაუყაროთ და უკან სადაც გინდათ გამოვიდეთ და ესე მოვქაჩოთ, რომ ყური გაითრიოს. აი ესეთი ყურშა გოგო გამოგვივიდა, მეგობრებო. 1-2-გან ჩავამაგროთ. და დავამთავროთ ჩვენი თავის მოხსოვა. თავი და ყურები მაკიაჟი გავაკეთეთ, მეგობრებო. თმები ყველაზე ბოლოს იქსოვება და ბანტი, იმიტომ რომ თავი სხვანაირად მაგრდება აქ. კიდე იმის ნახვა მინდა განახოთ ერთი რაღაცა. ესე კარგად ჩაუღრუტნოთ ყელი. აი ასე. ეს ლუყები კარგად გაუსეთ, მეგობრებო. იმიტომ მე გავსება ძალიან ძნელია. ავიღოთ ბანდა კიდე. ცოტა აკალია კიდე. აი ასე. კარგად ჩაუღრუტნოთ. ჩემ პინცეტი რა იქნა. და ასე პინცეტით ლუყები ცოტა გაუბეროთ. აი ასე. აი ასე ლამაზად. გატენილი აქვს, მაგრამ მაინც. აი ასე. ეხლა შიგნით კარგად ჩაუხრუტნოთ, ესე კარგად დიდი ნასვრეტი გავაკეთოთ. აი ასე. და ეს ჩვენი ყელი, მეგობრებო, შიგნით ჩავკეცოთ ბლომდე. აი ბლოს ხო ხედავთ, აი ეს ბლო რომ მოვხსოვეთ 18 თვალი. მაგაზე უნდა გადაიკეცოს, მეგობრებო. ესეთი წვერიანი მაკრატლით, თითებით, ფანქრითაც შეგიძლიათ. კარგად ესე მასაკით, იმიტომ ამ ნასვრეთში უნდა ჩამოვატაროთ ძაფი და ყელზე დავამაგროთ. ამ თოჯინის ავტორი ყოველთვის ესეთ პატარა თოჯინებს გსოვს. ძალიან ლამაზი პატარა თოჯინები აქვს. თავის ყველა თოჯინას ერთნაირი აქვს უზორი. ტანი და ტასაცმელი და თმები აქვს სხვადასხვანაირად. დილეკ ჰომია საიტი. 18 სანტიმეტრიანი თოჯინებია სულ ძალიან ლამაზებია. აი ესე მოვჭით ჩვენი თოჯინის თავის მოხსოვა, ყურები, ყველაფერი გავაკეთეთ. შემდეგ ვიდეოში, მეგობრებო, ხელებს, ფეხებს, კაბაც ზედვე იქსოვება ეგრევე. ცალკე მოხსოვა არ იქნება საჭირო. მოგვიწევს მოხსოვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე.